ზავანშვიდობისას ვირფასტელი მაყურებლებო. რამდენიმე წუთში დაიწყება იმედის მატჩი. დიახ, მას შემდეგ რაც ხორვატიის ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა 4 ქულის სხვაობით პოლონეთის ნაკრებთან ხედავთ ანგარის 74-70. ფაქტიურად პრაქტიკული იმედი გადაგვეწურა, თუ რა თქმა უნდა ვერ დავამარცხებთ სლოვენიის ნაკრებს. მაგრამ დამიჯერეთ, რომ სლოვენიის ნაკრები მიუხედავად იმისა, რომ თავის კედლებშია, თავის მოედანზეა და საკმაოდ ძლიერად გამოიყურება, ესპანეთის ნაკრების დაამარცხა, ამხანაგურ მატჩებშიც გამოირჩეოდა. მე არ მგონია, რომ უძლეველი იყო ჩვენთვის, ქართველი კალათბურთელებისთვის და საქართველოს ნაკრებისთვის. ახლა ხედავთ სლოვენიის ნაკრების შემადგენლობას, მართალია მათ ყავთ ზორან დრაგიჩი ძმები, ორივე პოპულარული, ერთ-ერთი მათგანი NBA-ში, მეორე ევროპაში, მაგრამ მაინც თუ ცალკეულ კალათბურთელებს სხვადასხვა კლუბებში მოთამაშე, როგორც ჩვენ, ასევე სლოვენიის განვიხილავთ. ჩვენ ვერანაირად ვერ დავწუნდებით იმაში, რომ სლოვენიელებმა უნდა გვაჯობონ. თუმცა კიდევ ამბობ, უზარმაზარი პლუსია, დიდი პრივილეგია, საკუთარი კედლები. თუმცა ისე იმედიანად უყურებ, ტრიბუნა თითქოს არ არის სავსე, რატომ არ ვიცი. დაჯერებულია მაყურებელი და გულშემატკივარი იმაში, რომ სლოვენია იოლად დაამარცხებს საქართველოს. თუნდაც ეს დაჯერება, მე მგონი ეს ჩვენთვის უკეთესია. მოკლედ, საქართველოს ნაკრები, სლოვენიის ნაკრები იმედის მატჩი, რომელმაც უნდა მოგცეს უფლება და შანსი რა გვითხოვოს, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა შემდგომ ეტაპზე გასასვლელად. და ის საქართველოს ნაკრები, ჩემთან ერთად როგორც იცით, ნიკა გაბელია, მე საქართველოს ნაკრებს არ მოგიდგენთ, ხოლო მასპინძლებს ნიკა გაბელია გაგაცნობთ, ნიკა მეტრეველი, ოთარ ფაკაძე, დუდა სანაძე, ნომრების მიხედვით 4-5-6, მე-7 ბექა ბურჯანაძე, მერვე გიორგი ციცაძე, მე-9 გიორგი შერმადინი, მე-10 რიკი ჰიკმანი, მე-11 მანუჩარ მარგოიშვილი, მე-12 ლევან პაცაცია, მე-13 ვიქტორ სანიკიძე, მე-14 ბესიკ ლეჟავა და მე-15 ნიკოლოს კირიშვილი. მთავარი მცველი იგორ კოგოშკოვი. ჩვენ საკმაოდ სოლიდური დელეგაცია გვაქვს, როგორც სხვა გუნდებს. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ეს ცოტა შემდგომისათვის მოვიტოვოთ, როცა კავკასიაზე ვიქნებით, როცა დღეს საქართველოს ნაკრები გააკეთებს ყველაფერი იმას, ყველაფერს ვერა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმს იმისა, რაც მას შეუძლია, არადა გვაქვს. ჩვენ მე მგონი პირველი თამაშის შემდეგ პოლონეთის ნაკრებთან შევთანხმდით და მიუხედავად მეორე მატჩი მარცხისა, რომ გუნდს გააჩნია პოტენცია, გააჩნია რესურსი, გააჩნია ძალა, რომ იბრძოლოს ევროპის ჩემპიონატზე შემდგომ ეტაპზე გასასვლელად და შემდეგ უკვე მედლების მოსაპოვებლად. მაგრამ საჭიროა მცირეოდენი იღბალი. გვექნება? ნახოთ.
შენ სლოვენიის ნაკრებს ჰიმნითა და მაყურებელთა უკვე ამბიციები და აქტიურობით ემოციებით ვაჭრობთ. კი, დაგეთანხმებით, ემოციური მუხტი მართლაც მაღალი იყო, მოგესალმებით უხასოდალე მაყურებლებო. მე პირადად ტანში დამჟღავა, როდესაც უსმენდი საქართველოს ეროვნულ ჰიმნს, როდესაც უყურებდი ქართულ გულშემატკივარს, რომელიც თვალდახუჭული ომახიანად უსმენდა საკუთარ ეროვნულ ჰიმნს. მაშასე მე გაგაცნობ სლოვენიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობას, ნომერი 4 უროს სლოკარი, ნომერი 5 იაკა ლაკოვიჩი, 6 იურე ბალაზიჩი, 7 ნებოსა იასკიმოვიჩი, 8 ედო მურიჩი, 9 იაკა ბლაზიჩი, 10 ოსტიან ნახბარი, 11 გორან დრაგიჩი, 12 ზორან დრაგიჩი, 13 დომენ ლორბეკი, 14 გასპერ ვიდმანი, 15 მირზა ბეგიჩი, მთავარი მწვრთნელი ბოზიდარ მალიკოვიჩი უბრალოდ. თქვენ ხედავთ წინა მატჩის გმირებს, ესე რომ ვთქვათ, საკუთარ გუნდში გიორგი ცინცაძე 18 ქულით, ხოლო გორან დრაგიჩი საერთოდ გმირად მოევლინა სლოვენიის ნაკრებს, ვინაიდან 18 ქულა ჰქონდა. და ასევე საუკეთესო იყო ბოქსნებში 6 ქულით, საუკეთესო იყო გადაცემებში 7 გადაცემა ჰქონდა და საუკეთესო იყო ჩაჭრებში. მოკლედ ყველაფერი გააკეთა გორან დრაგიჩმა ესპანეთის ნაკრებთან მატჩი, ნამდვილი გმირი იყო სლოვენიელთა და სწორედ მისმა აქტიურმა თამაშმა განაპირობა ის, რომ სლოვენიის ნაკრებმა დაამარცხა ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, გახსოვთ 2011 წელს ეს ორი გუნდი შეხვდა ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზე, მაშინ ჩვენი ნაკრები სრული შემადგენლობით იყო, ანუ ზაზაფაჩულიასა და თორნიკე შეგელიასთან ერთად იყო წარდგენილი ევროპის ჩემპიონატზე 87-75 დაუმარცხდით, თუმცა მე ვიტყვი იმას, რომ ის თამაში ეს ანგარიში არ მეტყველებს თამაშის მიმდინარეობაზე, ვინაიდან თითქმის 87 ქულა სამფულიანებით ჩაგვიდეს, თითქმის მე ზუსტად მახსოვს ეს ყველაფერი. ნიგაიაკ მაქვს მე სტატისტიკური მონაცემები იმ თამაშის. 5 კალათბურთელია შემორჩენილი, როგორც ერთ ასევე მეორე გუნდში. ეს არის სლოკარი, შემდეგ ლაკოვიჩი, დრაგიჩი, ასევე ორივე ძმები დრაგიჩები და ბეგიჩი. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეს არის ცინცაძე, შერმადინი, მარკოიშვილი, სანიგიძე და წკიდიშვილი. და მაშინ მათ ჩააგდეს 25-დან 15 სამქულიანი. რომ გითხრა რომ 42% ძალიან მაღალია, ვერ გეტყვი, მაგრამ 25 სამქულიანი რომ ასრულინე და 15 ჩააგდებინე, ეს უკვე რაღაცას. არა, 15 სამქულიანი მართლაც რო ბევრი არის. ხო, მაგრამ 25 ისროლის, მას შორისაც ჩვენ მხოლოდ 16 ვისროლეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბურთების მოხსნით მოვიგეთ 38, 29, ზოგიერთ ამბობენ, ვინც ფარს მოიგებს, ის მოიგებს, მაგრამ ეს თამაში არანაირად კი, დაგეთანხმებით. არ შეესაბამებოდა არავითარ ლოგიკას. ზუსტად ესე იქნება. აი, მე ვფიქრობ, რა სლოვენიის ნაკრები არ არის მაღალი გუნდი, არის, მაგრამ ესეთი გამოცდილი კალათბურთელები არის ახლა, რა თქმა უნდა, ბეგიჩი 2.16-ია სიმაღლეში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შერმადინი დაჩაგრავს ამ კალათბურთელს, იმედი მაქვს. ამიტომ იმედი გქონდეს დარწმუნებით მოვიყვით ნურაფერს ეხლა ჩვენ ხუთეულს. არა, მე დარწმუნებული ვარ. ამის დიდოსტატი შენ ხარ და რა თქმა უნდა მივადევნოთ თვალი. თან მე მინდა ვთქვა, რომ იმ მატჩში ორი საუკეთესო მოთამაშე, ვინც იყო ზაზაფაჩულია 22 ქულა ჩააგდო, თორნიკე შეგელიამ 7 მოხსნა გააკეთა, ბოქსნებში საუკეთესო თოკო იყო. 22 ქულით ზაზაფაჩულა იყო. არც ერთი არ არის დღეს მოედანზე, ორივე ტრამვირებულია. ჩვენ და სამწუხაროდ იმედი მაქვს, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ეს ორი კალათბურთელი დაგვეხმარება უფრო დიდი გამოცდილებით, იმიტომ რომ თორნიკე შენგელია NBA-ს, როგორც ასეთი NBA-ს მოთამაშე, ნაკრებში ჩვენ არ გვიხილავს. ყველას აინტერესებს თუ როგორია ის ადამიანი, როგორ თამაშობს, როგორ გაიზარდა. დარწმუნებული ვარ, დიდი კალათბურთელი დადგება და წარმატებები მინდა უსურვო მას. რაც შეეხება ხუთეულებს. დაიწყო მატჩი. ცინცაძე ბურთით. ისე გავიხსენოთ, რომ სამივე სადავო მოვიგე. კი. უბრალოდ პირველი სადავო არ ჩაგვითვალეს. ხუთეულებს რაც შეეხება სლოვენია, ბალაზიჩი, ბლაზიჩი, დრაგიჩი და ბეგიჩი. ორივე ძმა არის პაცაცია, თუ ჩააგდო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს სამქულიანი, არა უშავს ბოქსს სლოვენიელებმა. ქართველთა ხუთეულების შეხსენებაზე, თუ არის საჭირო, მაინც ვიტყვი, ყველამ დარწმუნებული ვარ. ძალიან კარგად იცით თუ ვინ დგას მოედანზე, ცინცაძე, შერმადინი, მარკოიშვილი, პაცაცია, სანიკიძე, უკვე ეს რაღაც
ყველა თამაშზე ერთი და იგივე ხუთეულით ვიწყებთ, შემდეგ უკვე შემოდიან ბიჭები, უფრო შემართებით, ნახოთ რა იქნება, აი შერმადინი კარგად თამაშობდა, ბურთი სლოვენიელებს რჩებათ. ძალიან მნიშვნელოვანია პერიმეტრის ამოკეტვა. ძალიან მნიშვნელოვანი ერთი წამი დარჩა, აი ამას ანიშნებს სწორედ ფაცაცია შეტევისთვის. ძალიან რთულია, აი ცინცაძეს ამას ანიშნებს. ახლდა უნდა დაიჭირონ ეხლა მოთამაშე მოწინააღმდეგეები სროლის საშუალება არ უნდა მიცენ, ვერც მოასწრებენ, მოასწრეს, ვერ ჩააგდეს, მოხსნა სანიკიძემ. სანიკიძემ უნდა ითამაშოს, დღეს დარწმუნებული ვარ, ითამაშებს კიდეც კარგად. ყველა მიგა მარტო სანიკიძე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არა მე რას ვამბობ, ყველა ითამაშებს. ვიქტორ სანიკიძე საქმეს არ უშველის მარტო სანიკიძე. აქ საჭიროა გუნდური თამაში, აქ საჭიროა ინდივიდუალური თამაშიც, მაგრამ ეს კარგად იციან. საჭიროა ეს ცოტა ბანალური გამოთქმა. ჩვენ რომ ვამბობთ, რომ საჭიროა, განაიმათ არ იციან რომ საჭიროა. თავია რომ გამოუვიდეთ, თავია რომ წაუვიდეთ ყველაფერი. ნუ ყველაფერი არა, ყოველ შემთხვევაში ზუსტად მაგას ვამბობ მეც რომ ვიქტორ სანიკიძე არის ერთ-ერთი ლიდერი გუნდისა. თუნდაც ავიღოთ ელემენტარული მადრიდის რეალი, ფეხბურთის გუნდი, ხო? სანიკიძემ ეს რო ვერ ჩააგდო ელემენტარულს ვამბობ. მადრიდის რეალში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ როდესაც კრისტიანო რონალდო თამაშს აგდებს, მადრიდის რეალი ისე ვეღარ თამაშობს. სწორედ ამას ვამბობ სანიკიძემ. ესე ვთქვათ, ხორვატიასთან ისე კარგად ვერ ითამაშა, როგორც მას ჩვევია, ისე დიდებულად ვერ ითამაშა. ამიტომ რა თქმა უნდა მას უნდა მარცხს ვერ დავაბრალებთ. ეს ეხ ძალიან კარგად ითამაშა ფაცაციამ დაცვაში, ძალიან კარგია ეს ბიჭი. ცინცაძე. ფაცაცია, შვენიერი ჩვენება ცინცაძე. ერთი ბურთი უნდა ჩავარდეს მაინც. სანიკიძე. მოხსნა ბურთი. მარკოიშვილი, აი ესე, ფაცაცია. ოჩა. ცინცაძე დაკარგა ბურთი არაუშავს დაცვაში უნდა აიღონ ეხლა სწორი ჯარიმა. მას ტაქტიკური ჯარიმა დავა. კი ბატონო. ფაცაციამ შეაჩერა ის გალათბურთელი, რომელიც ძალიან მაღალი სიზარით მოემართებოდა ჩვენი საჯარიმოსკენ და ალბათ ორ ქულას არ ავსდებოდი. შეგახსენებთ, რომ ტრანსლაციის გენერალური სპონსორია ევროპაბეთი, ქართული სპორტის დიდი კომაგი და ჩვენი მუდმივი პარტნიორი. სლოვენიელები კვლავ ბურთით. ალაზიჩი. დრაგიჩი კვლავ. არ ჩავარდა, სანიკიძემ მოხსნა ბურთი. 3 წუთია თითქმის გასული. 2 წუთზე ცოტა მეტი. 0-0 ანგარიში. სენსაციების დღე არის ზოგადად. თუ გუში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთთან არ წააგო და მოგებას უდრიდა, აი შერმადინმა ბრწყინვალედ ითამაშა 2-0, მოგებას უდრიდა ის ფრე, რატომ არ შეიძლება დღეს საქართველოს ნაკრებმა გამოუაცხოს რაღაც საოცარი გამარჯვება. დრაგიჩი. ბალაზიჩი, დრაგიჩი კვლავ. სლოვენიელები კვლავ. შესანიშნავად ითამაშა ფაცაციამ ბურთი რჩება სლოვენიელებს როგორც ჩანს არ დაგვაუწყდეს ისიც რომ ეს ჩაულებრივი ამბავია საჯი ყოველთვის ერთი ფეხით ერთი ნაბიჯით მაინც თავი გამონებისკენ არის ვერავინ ვერ მოგვისმეს ეხლა ისეთი რომ ეს არ არის საქართველოს ჩემპიონატი და ჩვენ თამაშს მივხედოთ და ეხლა ბურთი ვერ მოხსენით საწყენი არა და ცინცაძე მაინც შეეხო ბურთს ჰქონდა კონტაქტი რასიზამ ვერ მოხსენით 2-0-ს ვიგებთ. არ წაუვიდა ორცნა სტუმრებს, აი ნახოთ რა ხდება ახლა აქ. თავი არ იყოს ჯარიმა. ცინცაძემ ითამაშა ძალიან კარგად, თუ დააკორდით. ორივე ხელი აუწია, გაჩერდა. თუმცა შემდეგ გამოერთო სიტუაციიდან. და ბურთი ჩააგდეს სლოვენიელებმა სანიკიძე, შესანიშნავია. ძალიან კარგი ჩვენება, ჩააგდებს. ბრავო ვიქტორ. ოჩა. 4-2. ეს ორივე ინდივიდუალური თამაში იყო. ამისი შერმადინის, ეხლა სანიკიძის შინებული პასი აქაც რა თქმა უნდა საფეხბურთო შეტევა. უკვე 4 ქულა. დრაგიჩი. 4 ქულა ზორან დრაგიჩი. ზორანი, რომელიც როგორც იცით, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ყველაზე პოპულარულია, რომელიც იღებს პერსონალურ შენიშვნას. პირველი პერსონალური ზორან დრაგიჩის. უნიკახას კალათბურთელი. შედარებით უფრო დაბალი კლასის დრაგიჩია. კი, ის
ფინიქსანსის ეს გალაბურთელი. ფინიქსანს. მაგრამ ჩვენ ნახეთ ფინიქსანსის გალაბურთელები, რომლებსაც მაინც და მაინც ვერ გაიწვინეს ევროპის ჩემპიონატის ამ მატჩებში. მარკო იშვილი, რომლისგანაც ჩვენ ძალიან ბევრს მოვვალეთ. ლიდერი, სტაბილური, ყველაზე სტაბილური. არა უშავს. ბურთი ჩვენია. გადავჭით. მარკო იშვილზე ვსაუბრობ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ლიდერი ჩვენი ნაკრებისა. მართალია, შეიძლება არ წავიდეს რამდენიმე კურსნა, მაგრამ მანუჩარი თავის საქმეს მაინც გააკეთებს. აუცილებლად გააკეთებს. და შეეხება სანიგიძე, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ესეც ლიდერი შერმადინი მოკლედ არიან კალათბურთელები. ჯარიმა. მართალია არ ჩავარდა, მაგრამ ჩინებული ჯარიმა ცინცაძე, ნახოთ წინა მატჩის გმირი ცინცაძე, 25 გოლიანი ცინცაძე, რომელმაც მართლაც გააოცა სუყველა, მე მგონი თავისი თავიც ისეთი ბურთები ჩააგდო, რომელსაც მე სიზმარშიც კი ვერ ნახავდა. არა იყო რა თქმა უნდა გაუმართლებელი შეტევებიც, მაგრამ ჩავარდა ყველა ბურთი და როცა ვარდება, შეუშ. ცინცაძემ გამოიყენა პირველი საჯარიმო ტყორცნა 5-4. სხვათა შორის დამთხევა თუ რა არის, არ ვიცი, 2011 წელს სწორედ სლოვენია ყავდა ჯგუფში, როგორც აღნიშნე და მესამე ადგილით გავედით. შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე იქ რუსეთმა დაიკავა პირველი ადგილი, რუსეთმა, რომელიც ამ ევროპის ჩემპიონატზე იმასაც ვერ წინავს, უბრალოდ საშინელ ფორმაში არიან. ჯგუფიდანაც კი ვერ გადიან, ორივე თამაში წააგეს. ეს კატასტროფა რუსეთის ნაკრებისგან კირილენკოს არ ყოფნა, თუ რამხელა შედეგი გამოიღო, ყველამ კარგად დაინახა, შერმადინმა მოხსნა იქ ბურთი. სანიკიძე სამქულიანი თუ ჩააგდებს, ჩააგდო 8-4, ბრავო ვიქტორ. ბრავო ვიქტორ, შეცვლას ამზადებს კოკოშკოვი როგორც ჩანს. ვიქტორ სანიკიძე თქვენს ეკრანებზე. ეს არ უნდა შეუშვან, გორან დრაგიჩი. ნიგა შენ გინდა რომ საერთოდ არავინ არცად არ შეუშვა. ჩემი ნება რომ შენ გინდა რომ 100 0 მოიგო თამაში. დიდი სიამოვნება რა თქმა უნდა. მარტო მე არ ვთქვი საქართველოს. შევიდა ჯარიმა ვის მოძრავი? დიახ, მოძრავი ბლოკი დააფიქსირა. აი ნახოთ ახლა განმეორებით. აზრი არ აქვს კამაც აზრი არ აქვს, მოძრავი ბლოკი დააფიქსირა. სხვადასხვა ეს ადრე რამდენიმე წლის წინ ჩვევად ქონდა გიორგი შერმანის, როდესაც რაღაც როგორც ჩანს რიკი ჰიკმენი შემოვიდა მოედანზე, გიორგი შერმადინი ნიკოლოს ცებ მეგონა რიკი ჰიკმენმა შეცვალა შერმადინი და ხუთ დაბალზე გადაერთო. კოკოშკოვი, მარკო იშვილი, ბოლომდე ჯარიმა. ხელიდან გამოაცალა მარკო იშვილის ბურთი. თუ კიდეშვილი ჯარიმა. კი. შეიძლება ასეთი უიღურობა აქვს. ნიკოლოს კიტიშვილი, რომელიც თავის დროზე ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთ პერსპექტიულ გალაბურთელად ითვლებოდა. როცა NBA-ში წავიდა, მართლაც სასწაულია. აუცილებელი იყო სულ. თუმცა ამ ბოლო ხანებში ევრაზიის ერთ-ერთი საუკეთესო გალაბურთელია. გარბენი დააფიქსირა, მე შემომჩნი ეს. რამხელა პლუსია გუნდში ყავს ამ სიმაღლე გალაბურთელი, რომელიც წინვალე დასრულებს სამქულიანებს. ეს არის ძალიან გარბენია, რასაკვირველია. საყდენი ფეხი აიღო ხა სლოვენიელმა გალაბურთელმა, კერძოდ ბეგიჩმა. მარკო იშვილი ბოლომდე დააფარა ბეგიჩმა წინვალედ, სკიტიშვილმა ვერ გამოიყენა. კარგად მოხსნა სკიტიშვილმა ბურთი, მაგრამ სამძღვარო დაწავიდა, არ მიიღო კალათი. არა და მოხსნა ჩინებულად. აბურთი ვერ ჩაჭრა ცინცაძემ ეხლა. ეს ჯარიმა. ჯარიმასაც გავდა. არა, იქით არამედ აქ. იქით შეიძლება ჩასვენა. არის ასეთი სწორედ ეს თამაში, როცა მსაჯეულია მისცეს, გინდა იქით, გინდა აქეთ, ესე იგი, ვერავინ ვერ გაამტყუნებს. სწორედ ამას მარკო იშვილი, მაგრამ ბოლოს ცინცაძემ. რა და ყოფილიყო თავდასხმაში ჯარიმა, ჩვენ უკვე შეტევის საშუალება გვექნება. მოკლედ ჩვენ ვისაუბრეთ თამაშის დასაწყისში, ნიკა იღბალი. რაც არ ქონდა ხორვატიასთან. სლოვენიის ნაკრებთან რაც არ ქონდა ხორვატიასთან. მცირეოდენი იღბალი. თორე შეცდომები
სლოვენიელებსაც მოუგვა. ბრაგიჩმა პირველი ვერ გამოიყენა. მეორე ჩააგდო 8-7 ანგარიში. ცინცაძე წინ ვართ. ჰიკმენი აქტიურად ეთამაშება ეხლა მას ბლაზიჩი. სანიკიძე ჩააგდო სანიკიძე. ოჩარ სანიკიძე. რადიკალურად განსხვავებული წინა თამაშის პირველი ტაიმი და დღევანდელი თამაშის პირველი ტაიმი. პირველ ტაიმში 10 ფერი არ წაუვიდა წინა თამაში ცინცაძეს, სანიკიძეს და პირიქით ცინცაძეს ყველაფერი გამოვიდა. არაფერი არ წაუვიდა, მაგრამ როგორც ჩანს დღეს სანიკიძე თავის სიტყვის ეს ბურთი არ უნდა ჩავარდეს. დიახ, არ უნდა ჩავარდეს იქ 2-15 ნომერი. თუმცა ძალიან ლამაზი ეპიზოდი იყო. ბრაგიჩმა წინვალეთ შეირბინა ჩვენ სამწამიან ზონაში. აგვიმართლა. კარგია რომ ბურთი არ ჩავარდა, ბურთი დაგვრჩა ჩვენ 10-7. სლოვენიის ნაკრები ზოგადად ძალიან სწრაფი გუნდია, სწრაფ კალათბურთს თამაშობს. პირველი პლუსი მათი ის არის, რომ გააკეთონ სწრაფი შეტევა. პირველი შეტევის გუნდია, ესე რომ ვთქვა. დღეს ეს არ გამოდით. ჰიკმენი ბოლომდე წავა ჩააგდებს ამ ბურთს. აი ესე. რიკი ჰიკმენი 12-7. ჰიკმენი, რომელიც ხორვატიასთან ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ცინცაძესთან ერთად. რაგიჩი კვლავ საერთოდ არ ჩანდა პირველ მატჩში. შეტევაში ჯარიმა. ბურთი ჩვენია. გეთახმებით, საერთოდ არ ჩანდა პირველ მატჩში, ალბათ შეთამაშების ამბავშია ეს ყველაფერი. და მე ვახსენე, რომ საერთოდ ჩემპიონატზე, ტურნირებზე თამაში თამას არ წააგავს. არ შეიძლება ვიმჟელოთ იმით, რომ ერთ თამას ითამაშეთ ძალიან კარგად და ყველა თამაში უნდა აეწყოს ასე. არის შავარდნები, არის სტაბილური თამაშების რაოდენობა ცოტა უფრო მეტი და სწორედ აი ამის იმედად ვიყო. ცინცაძე ჯარიმა იყო, მაგრამ რატომაც საჯემა დაახანეს და კიდევ ის მომენტი, რაც იყო წინა თამაში. აი ახლა რეალურად ბურთი არ უნდა ჩავარდნილიყო, მაგრამ ჩავარდა. უნდა ჩავარდეს 14-7, უნდა ჩავარდეს, ეს არის ჩვენი ლოცვა კურთხევა. ძალიან კარგ დაცვას მიმართავს საქართველოს ნაკრები. ბრავო ბიჭებო, ცინცაძე. სწორი გადაცემა, სანიკიძე ბოლომდე ჯარიმა. ბეგიჩი დაჯარიმდა, შეეძლო სანიკიძეს ეხლა თავზე გადახტომა მთლიანად. ჰიკმენისთვის მიეწოდებინა, მაგრამ რახან წავიდა, შენს დაუძახე ბოლომდის დაგირჯერა. და აქ უკვე ბოლომდე წასვლა არ იყო საჭირო, მაგრამ კარგია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა ჩვენთვის. ჯარიმა ორქულიანი და ერთი ჯარიმით დამძიმდა სლოვენიის ნაკრები. ეს ყველაფერი კარგია. სულ შესვენება. რა თქმა უნდა სლოვენიელებმა აიღეს. სულ შესვენებით მინდა ვისარგებლო და ერთი რამ თქვა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს აქვს იმის საფრთხე, რომ სამი გუნდი გამოეთიშოს ასპარეზობას, ესენი არის TSU, სამედიცინო და STU. ეს იქნება სრული კრახი საქართველოსთვის, ვინაიდან როგორც ხედავთ, ჯერ ეროვნული ჩემპიონატი უნდა ქონდეს ძალიან ძლიერი, რათა ნაკრებმა მიაღწიოს რაღაც წარმატებას. თუ ეროვნული ჩემპიონატი არ გაქვს, ნაკრები წარმატებას ვერ მიაღწევს. ეს იცის ელემენტარულმა, ჭკვიანმა, უბრალოდ ადამიანმაც კი. ასე რომ მართალია იყო ფედერაციის კრება, იყო გუნდების საუბარი დებულების შესახებ, მაგრამ არის დრო იმისა, რომ ეს გამოსწორდეს. რა თქმა უნდა. ჰიკმანი გენიალურად ინდივიდუალური თამაში ჯარიმას გავდა დასაწყისში და აი რაღაცა სასწაულებრივია ეს სიღბალი კი. ბურთი იქით ჩავარდეს და ერთ რამესაც დავამატებ. გვაქვს სხვადასხვა ბედიური და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხორვატი სპეციალისტები არიან და სახეზე ეტყობათ, რომ არ მოსწონთ, რა თქმა უნდა მატჩის მიმდინარეობა, როგორ შეიძლება მოსწონდეთ, როდესაც თამაში დაიწყო საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით. ერთ რამესაც დავამატებ, გავაგრძელებ ჩემს თემას, ელემენტარულს ვიტყვი, სამი გუნდია, სამ გუნდში თამაშობს 36 ახალგაზრდა კალათბურთელი. ამ 36 ახალგაზრდა კალათბურთელს შანსი აქვს იმისა, რომ აღმოჩნდეს ქუჩაში, აღმოჩნდეს სულ სხვა სფეროში, იმ სფეროში, რომელიც არ უყვართ მათ. ამ ბიჭებს უყვართ კალათბურთი, ეს ბიჭები ითხოვენ რომ ითამაშონ კალათბურთი
და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში ეს სამი გუნდი ითამაშებს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს. დიდი მადლობა უკაცრავად თუ ჩემი აზრი მოგახვიეთ თავს. ეს უბრალოდ საქართველოსა და ყველა ჩვენგანს გორდება. სამქულიანი გაუშვა ჩააგდო ლაკოვიჩი. 16-10 სხვაობა, 6 ქულა. სხვადასხვის როდესაც 2011 წლის ის მატჩი ვახსენებთ, ლაკოვიჩმა 22 ქულა შეძინა გუნდს. შეტევაში ჯარიმა მენი ჯარიმდება. 16-10. ორივე გუნდს ამოწურვია ლიმიტი. არც აგასაკვირი რადგან დარჩენილია ცუდი და 59 წამი. და უცნაური ჯარიმებია. ერთი შერმადინზე, එකაც მოძრავი ბლოგი იყო, აქაც გაუგებარი, მაგრამ ნუ გავიკვირდება. მასპინძლები არიან სლოვენიელები. და საერთოდ საორგანიზაციო კომიტეტი ყოველთვის გულშემატკივრობს კომაგობს მასპინძელ გუნდს, რათა მაყურებელთა რაოდენობა იყოს უფრო მეტი. ეს ერთგვარად გადაეცემა საჯებსაც. არა პირდაპირ. ბრაო ჰიკმენი. გამოასწორა თავის შეცდომა. კი. თან მინდა თქვა რომ ცინცაძე მითამაშა მანამდე ძალიან კარგად დაცვაში არ გაუშვა ლაკოვიჩი სამწამიან ზონაში ცდილობდა შეჭრას ეს კალაბურთელი მარტო იმისთვის აი რომ ესრულო სამქულიანები ახლდა უნდა აიყვანო აი გამოეპარათ ეხლა აქ ვერ ჩავდო სანიკიძე წკივალია ოჩახ ცკიდიშვილი სანიკიძე მოხსნა ცკიდიშვილმა ხელი შეუშალა რა თქმა უნდა მასას აქვს მნიშვნელობა და არ მისცა თავისუფლად შემოტრიალების საშუალება 18-10 უკანასკნელი წუთი და ორი შეტევა კიდევ იქნება ამ მატჩში ცკიდიშვილი შეგიძლია ცკიდიშვილი ჯარიმა დია უნდა ითამაშო ცინცაძის პასი არის გამოსარჩევი ცინცაძე არის ძალიან კარგ ფორმაში წევს ორ საჯარიმო ტყორცნას შეასრულებს ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცკიტიშვილი ოჟიდარ მალიკოვიჩი რა ეპიზოდზე ითხოვს ჯარიმას ვერ ხვდები ალბათ წინა ეპიზოდზე ფაცაცია დაბრუნდა მოედანზე ის ნაცვლად ვორცდები გიორგი ცინცაძის ნაცვლად ჩააგდო ცკიტიშვილმა პირველი ძალიან მნიშვნელოვანია პირველი პერიოდის მოგება მე მგონი პირველი პერიოდის მოგება შეჭიარჩინებადება არც მე არა მნიშვნელოვანია უფრო სერიოზული სხვაობით 9 ქულაა სხვაობა 57 წამი მე ვფიქრობ ორ შეტევას მოასწრებენ მე მაგრამ ისეთ ტემპში წავიდა თამაში რომ 4 შეტევა შეიძლება მოასწრებო 19-10 10 ქულას აგროებს სლოვენიის ნაკრები ნუ თუ ჩავარდება ეს ჩააგდო იასკიმოვიჩი ამისგან ნამდვილად არავინ არ მოელოდა ეს კალათბურთელი არ არის არც ხუთეულის წევრი და არც ის რომელსაც ამდობენ დიდ დროს თამაში ჰიკმენი ჩეხეთას მოიფიქრებს ითამაშა გამაგარ დაცვას თამაშობს სლოვენია ცკიტიშვილი უნდა ჩააგდო ურთირჩება სლოვენიას 6 წამი შეტევისთვის არა შეცვალა გადაწყვეტილება საჯმა როგორც ჩანს მეორე არბიტრი უფრო ახლოს იმყოფებოდა ეპიზოდთან აღშფოთებულია წელი არენაზე მყოფი გულშემატკივარი არ ჩანს მე სახედან არ ჩანს საჯმა უკეთესი ას ზუსტად ისე დადგინეს ტექნიკური ჯარიმა მიცეს იგორ კოკოშკოვს სამწუხაროდ ტექნიკური ჯარიმა იგორ კოკოშკოვს ძალიან კარგი აკოვიჩმა პირველი საჯარიმო ვერ გამოიყენა მეორე შეჯარის ლაკოვიჩმა ჩეხეთთან 15 წუთი ითამაშა 0 ქულა მის შედეგი ჩეხეთთან თეთრიან სლოვენიამ ითამაშა ძალიან ცუდად მაინც მოიგო შერმადინი ბრუნდება რომ მე ვერ გავიგებ 6 წამი რას ვაძლევს ალბათ
ყოველი ქულა უკვე ოქროს მარკოიშვილი. არა, ეს ბურთი არ ჩავარდება თავისთავად. ეხლა შეგვიძლია თქვათ არა რა კარგი სრულება გააკეთა. კი. შემოიყვანა შერმადინის შეში და დაკარგეს ბურთი. რა თქმა უნდა ეხლა. გულშემატკივარს. თმის უფლებაც გვაქვს შემონიკა. 19-13-ით 6 ქულას ვიგებთ. არავინ არ მოელოდა ალბათ წინა თამაშის შემდეგ და სლოვენიელთა ამ წარმატებული მატჩების შემდეგ არავინ არ მოელოდა ასეთ დასაწყის. ჩვენ შეგვეძლო 10 ქულით მოგვიგო ეს სხვაობა, ეს პერიოდი 10 ქულიანი სხვაობით, მაგრამ 6 ქულასაც დავჭერდით. ნახოთ. 2 ქულიანებში 50%, 3 ქულიანებში 5-დან 1 ეს არ არის კარგი შედეგი, იმათ 5-დან 2, საჯარიმოები 6-დან 4, იმათ 4-დან 1, მოკლედ ის სხვაობა არ არის ამაში, მაგრამ ეთყობა ჩვენ უფრო ხშირად ვუყევთ. უფრო ხშირად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ, ძალიან სწრაფები არიან სლოვენიელები. აი ამ თამაში სულაც არ ჩანს, რომ ისინი ჩვენზე სწრაფები არიან, რომ ისინი ჩვენზე სწრაფად გარბიან. ერთ გულშემატკივარს მინდა უთხრა, ვისაც აინტერესებს, რასაკვირველია, ვეთქვი მატჩებს, რომელიც დამთავრდა უკვე ჩვენ ჯგუფში ესპანეთმა ჩეხეთი გაანადგურა 21 ქულის სხვაობით 60-29. წარმოიდგინე რა დაცვას თამაშობდა ესპანეთის ნაკრები, რომ 39 ქულა მიიღო მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნაკრები. არ ვიცი ეს რა დავარქვა ამას. დამარცხდა შვედეთის ნაკრებთან. საკმაოდ სუსტია შვედეთის ნაკრები არ არის. ეს გრანდის, არა გრანდის, ანუ რუსეთი როგორც გრანდია. სუსტი გუნდი ჩვენ მოვილაპარაკეთ ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს. რა თქმა უნდა, მაგრამ რუსეთთან შედარებით შვედეთი არის თან რუსეთის ნაკრებში შვედი თამაში. რა თქმა უნდა, ვარა შვედი. 62-81 დამარცხდა პოლონეთმა. 74-70 დათმო ხორვატიასთან იტალიის ნაკრებმა. მოუგო ფინეთის ნაკრებს 20 ქულის სხვაობით და მე პირადად არ მეგონა თუ ამ ხელა სხვაობა იქნებოდა ამ ორ გუნდს შორის, ვინაიდან ფინეთის ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია. ხოლო რაც შეეხება ზოგადად სატურნირო მდგომარეობას ევროპის ჩემპიონატზე, აქ ჯგუფში უკრაინა ლიდერობს ყველასთვის მოულოდნელად. მოსდევს საფრანგეთი, ბელგია, გერმანია, ინგლისი და ისრაელი. B ჯგუფში ლიტვა პირველ ადგილზე, ლატვია უკაცრავად პირველ ადგილზე, ესეც ამასაც არავინ არ იფიქრებდა. ეს სამქულიანი გაუშვეს სლოვენიელებმა მოხსნეს და ამბობ ჩააგდებს ახლა რასაკვირველია, ვერ ჩააგდო. დრაგიჩი. ნახოთ ეს შეტევა გავაგრძელებთ ჩემს ნათქვამს, დრაგიჩმა გაუშვა, ჰიკმენმა რაბუთი მოხსნა, ბრავო. ოჩა. ბრავო. ოჩა ჰიკმენი და საერთოდ ოჩა მთელი გუნდი. კი. ბრძოლა იყო ისეთი დრამატული. და მართალია შეცდომები დაუშვით, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ბურთი ჩვენ დაგჭა. არა უშავს. უჯარიმოთ უნდა ითამაშოს ეხლა წინცაძე, ესეც იქცევა. რაც შეეხება B ჯგუფს, ლატვია პირველ ადგილზე მოსდევს მას ლიტვა, სერბეთი, მაკედონია, მონტენეგრო და ბოსნია, ჰერცეგოვინა. C ჯგუფი ესპანეთი, ხორვატია, სლოვენია, ჩვენი ჯგუფი ყველამ კარგად იცით. D ჯგუფში ესეთი მდგომარეობა იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, რუსეთი ბოლოს წინა ადგილზე და თურქეთი ბოლო ადგილზე. ეს საინტერესო ჯგუფი, ამასაც არავინ არ მოელოდა. ჯარიმა ჰიკმენზე დაჯარიმდა იასკიმოვიჩი. აცაცია შერმადინი. დრიბლინგს აპირებდა გიორგი ახლა. ჰიკმენი ძალიან კარგად ითამაშა. ბრავო ჰიკმენი, ფაცაცია, შეეძლო ესროლა ჰიკმენი, დროა უკვე. სამქულიანი ძალიან მნიშვნელოვანი. ბრავო რიკი ჰიკმენი 22-15. 7 ქულა მის ანგარიშზე. დრაგიჩი, ლორბეკი. ფაცაცია ძალიან კარგია დაცვაში დღეს. შერმადინი, ბრავო. ჰიკმენმა იასკიმოვიჩს ეხლა. ბრავო. შესანიშნავად ითამაშა რიკი ჰიკმენმა, უბრალოდ ბურთი ჩააბარა ნებოსა იასკიმოვიჩმა რიკი ჰიკმენს. იოსიმოვიჩია. ნიგა. იოსიმოვიჩი თან რა არის, ფაქტიურად ორ თამაში მას სულ 13 წუთი დაუთმეს. დიდი არაფერი არ გაუკეთებია. 0 ქულა ერთ თამაში და რაღაც 2 ქულა მე მგონი მეორე თამაში. კარგად რომ თამაშობდეს. აი ახლა ჩინებული პასი. ჩინებული პასი. ის პირველი პასი არ გამოვიდა, მაგრამ აი ახლა გამოვიდა ეს პასი 24-15 უკვე 9 ქულაა სხვაობა.
სერიოზული სხვაობა, თუმცა თავი ჯერ კიდევ წინა. ჯერ სულ 12 წუთი გვაქვს ნატომეჭები. 12 წუთი. შესანიშნავი დაცვა შემოგთავაზეს ქართველებმა ბოლომდე ბრძოლა საჭირო ტკბენი. ორიერზე ვართ. ცინცაძე ჩააგდებს ამბურთს რასაკვირველია 26-15. ოჩაღ ბიჭები. გიორგი ცინცაძე თქვენს ეკრანებზე აღფრთოვანებული ქართველი გულშემატკივარი, რომლის გარშემო სლოვენიელთა ბანაკია. აი ხლა შეცდა აქ შერმადინი. ურთი არ ითვლება. სწორად იყვანდა წინიდან, მაგრამ უკნიდან დაზღვევაზე ცოტა ადრე რო ჩამოსულიყო ჰიკმენი, უკეთესი იქნებოდა. კი, რა თქმა უნდა, ჩაჭრიდა ამბურთს. სწორი ჯარიმა. ტაქტიკური ჯარიმა, როგორც თქვენ აღნიშნეთ. ზორან დრაგიჩი თქვენს ეკრანებზე. გამართლებული ჯარიმა და სხვადასხვა ერთიანიდან. საწყენია იმათვის, მეტოგისათვის, იმიტომ რომ 2 ქულა 100%-იანი ქონდათ. ნუ თქვენ სამიანი ჩავარდება. ეს უკვე ზორან დრაგიჩი მესამე სამქულიანი. ჩვენ კალათში საერთოდ ზორან დრაგიჩი ეს რა თქმა უნდა არ არის სწორედ ამასობი 18 ჩინებული მოძრაობა, მაგრამ ეხლა რა ჯარიმა გვინდა ერთიანი? ცინცაძე ბრავო. ჯარიმა, მაგრამ არა. ბრავო ფაცაცია, ყოჩაღ. საერთოდ ფეხბურთში არის ეს წესი, როდესაც ადამიანი ძირს არის რავავს. ჯელტმენური თამაშია და პირველ რიგში ჯელტმენობა მთავარი და შემდეგ არის სპორტსმენობა. მეტი არაფერი, აქ ეხლა ადამიანი დაეჯახა. არ ვიცი. ჩემის აზრით და გაეჩერებია თამაში. და იქნებოდა ნამდვილი სპორტული საქციელი სლოვენიელთა და მე პირადად აპლოდისმენტები დავაჯილდოვებდი. გასაგებიანი შენი მოსაზრება, იქ არსებობს დებულება წესი, სადაც არ შეუძლია გააჩეროს ამ დროს, როცა მეტო გეუტევს თამაში, ისე რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დებულებაშია, მაგრამ თავი ისაა, რომ აქ ჩვენ რამდენიმე ელემენტარული შეცდომა დავუშვით, ხელიდან გავუშვით. ფაქტიურად 6 ქულა 11 ქულით ვიგებდი თუ არ ვწდები და რა თქმა უნდა საწყენი გაქცევა მოგვიწყო სლოვენიის ნაკრებმა, მაგრამ არ ხდება ისე რომ ეს გაქცევა დიდხანს გაგრძელდეს. აი აქედან სამქულიანი საკმაოდ თავისუფალი იყო, კარგად ესრულა, მაგრამ აუცილებელი არ არის. თუმცა არ დაგვაიძეს ეს ნახბარი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოსტილი კალათბურთელი. და ვინ არის ეს? სადაც შეუმოაწყო ევრობასკეტის თილისმა. ალბათ სხვა თილისმა უნდა შემოიყვანო. ან შემოიყვანო. ნახბარი თქვენს ეკრანებზე. ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ესპანეთთან მატჩისა. და არა მარტო ესპანეთი. საერთოდ ნახბარი ეს კალათბურთელია, რომელსაც უზარმაზარი გამოსტილება. ბარსელონის დიდი სკოლა. აკინაღამ დავკარგეთ ბურთი. ცინცაძე, შერმადინი. ჰიკმენი დაეწევა ბურთს. თუმცა გააჩერდა შეტევა დრაგიჩი, ეს გადაცემა იკითხებოდა, არ ჩავარდა. არ უნდა ასროლინონ ეხლა სამქულიანი მე რამდენად ხდება უკვე ესეთი რამ. დაკამ ესპიან ნახბარი რაც რავად ჩავარდნილი ყო ეს ბურთი არდიდან. აი სწორედ ეს პირველი შეტევა გაგვიკეთეს 3 ჯერ ზუსტად და 3-ოჯერ სამქულიანი ჩააგდეს. საინტერესოა რამდენი სამქულიანი ჩააგდო სლოვენიის ნაკრებმა. ეს სანიკიძე თუ პასუხებს. ჰიკმენი მეორედ გაუსრიალდა უკვე ბურთი ხელიდან. ახბარზე ჯარიმდება სანიკიძე. მისი პირველი შეცდომა 26-23 დაიღალა სანიკიძე და ასვენებენ. ნახეთ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ფაქტიურად შერმადინმა კი დააფარა, მაგრამ მანამდე იყო ჯარიმა. ეკაბურჯანაძე
გამოჩნდა მოედანზე ახალგაზრდა კალათბურთელი. სიმაღლით სანიგიძეს არ ჩამოუვარდება, მაგრამ რა თქმა უნდა სხვადასხვა გამოცდილებაა. ატლეტური აგებულებისაა ბუჟანაძე და დაცვაში შეუძლიაძლიერად თამაში და ვიდმარი 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი სიმაღლის. რა თქმა უნდა იქ მანუჩარ მარკოვიშვილს უკვე აღარაფერი შეეძლო. 26-25 10-0 გაქცევა. 10-0 ვინ გაბედავს სპორტსნას? ოჩახ შერმადინი. გაბედა შერმადინმა შეტევა, ჯერ მოხსნა და შემდეგ უკვე 2 ქულის ყორცნის უფლება მიიღო. გასპერ ვიდმარი მეორე პერსონალური ჯარიმა. უნდა გააგრძელონ ქართულმა კალათბურთელებმა ისე თამაში როგორც თამაშობდნენ. მაინც ვიგებთ სხვაობა 1 ქულაა, შანსია იმისა რომ 3 ქულით გავიდეთ წინ, არა უშავს. პირველი საჯარიმო ვერ გამოიყენა გიორგი შერმადინმა, რაც მე პირადად ძალიან მიკვირს. აღოთ წააგდეს თუ არა მეორეს. ერთს მეორე გამოიყენა და გასაკუთრებულად პირველი შემთხვევა ევროპის ჩემპიონატების ბოლო ამხანაგურდა საერთაშორისო მატჩებში. სხვა შორის ევროპაში პირველ ადგილზე იყო აი ახლა საჯარიმო პორცნები. ამ წუთამდე იყო. დიახ, ამ წუთამდე. კიდევ ერთი სამქულიანი ჩაგვიგდეს. სწორედ ეს თქვი. 4 თუ 5 ორქულიანი ჩაგვიგდეს მარტო. დანარჩენი ყველაფერი ჩააგდეს სამქულიანებიდან. სწორედ ეს არასპორტული ჯარიმაა. ალბათ ერთიან ჯარიმას მისცემენ, არ ვიცი, დაინახეთ თუ არა, როგორ იყო. ვერ დავინახე ხელი საითქნა ამ საჯმა, ნამდვილად ვერ დავინახე. აი ცინცაძეც არასპორტულ ჯარიმას ითხოვდა. ორბეკი, ეს ეკრანზე ერთიან ჯარიმა, როგორც ჩანს. ცინცაძე ცინცაძე კლავბურთით ფეხზე მოხვდა. დრაგიჩს ეკაბურჯანაძე შერმადინი ჰიკმენი 12-0-ია გაქცევა, ძალიან დიდი სხვაობაა ეს. ჰიკმენი კარგია. ბოლომდე გარბენი ორტარება. ელემენტარული ჯარიმა, შეცდომა. გადაცემა უნდა გაეკეთებია. ყოველ მიზეზს გარეშე, აი ცინცაძეც მარტო იყო. ფლანგზე კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი იყო. უკიდურეს პერიმეტრთან. 26-28. ტრაგიჩი. ესეც ელემენტარული შეცდომა. სლოვენიელთა. იქნება ახლა შემოტრიალდეს ყველაფერი. 0-12 ასეთი რამ ჩვენ არც კი გვახსოვს. 0-12. და გაგვეცეს მედალზე. ცინცაძე. სწორედ ასე დროსაც საჭირო ვინმე მაიღოს თავზე თამაში. გასიზამს ახლა შერმადინი 1-1-ზეა. აკარგა მათ. ეკაბურჯანაძე ჯარიმდება. აქტიურდა სლოვენიელი გულშემატკივარიც ვიქტორ სანიკიძე დაბრუნდა მოედანზე. ესეთი გულშემატკივრობის ფონზე რთულია ვერ ითამაშო. ვიდმარი შერმადინმა ძალიან კარგად ითამაშა დაცვაში.
ჰიკმენი ჯარიმასაც გავდა ცინცაძესთან ორთა ბრძოლაში ახლა დრაგიჩი თითქოს ჯარიმდება და მარკოიშვილმა აიღო პერსონალური ჯარიმა პირველი პერსონალური მისთვის მე რამდენია გუნდური მე მგონი უკვე ამოვწურეთ ლიმიტი ნიკოლოზ კიტიშვილი ბრუნდება მოედანზე ალბათ გიორგი შერმადინის ნაცვლად ზორან დრაგიჩი თქვენს ეკრანებზე ეს კი ბეგიჩი იყო დაბრუნდა ვიდმარის ნაცვლად აი კიდევ ერთი სამხულიანი მე რამდენად ხდება ესეთი რამ უბრალოდ შეუძლებელია ამას ემოციური თვალით ვერ უყურო ჯარიმდება ზორან დრაგიჩი წარმოუდგენელი რამ ხდება უბრალოდ 15-0 გაქცევა ასეთი გაქცევა კი გვახსოვს ჩვენ ევროპის ჩემპიონატის ან ევროლიგის მატჩებში და არა ჩვენი ნაკრების მონაწილეობით და გვახსოვს ისიც რომ შემოტრიალებულა ყველაფერი როგორც იქნა ჩავაგდეთ ბურთი რიკი ჰიკმენი რამდენი წუთის შემდეგ თუ არ ვცდები 5 წუთის შემდეგ ორე ვერ გამოიყენა 3 პერსონალური ჯარიმა ვერ გამოვიყენეთ ხოსორეთ 4 ამასობას შეგახსენებთ რომ ტრანსლაციის გენერალური სპონსორი ევროპაბეთი, ქართული სპორტის დიდი თომაგი და ჩვენი მუდმივი პარტნიორი. დრაგიჩი შესანიშნავი გადაცემა, ბრწყინვალე კომბინაცია სლოვენიელებისა, ნახოთ როგორ დასრულდება, ვერ ჩააგდო სანიკიძე მოხსნა ბურთი, აი ესე. ცინცაძე კომბინაცია არაფერს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა იყო კარგი კომბინაცია, მაგრამ თავარია სროლა, თავარია ბურთი ჩავარდეს ბურთი. ჯარიმა მეორე პერსონალური ჯარიმა ესეც მეხუთე უნდა იყოს ჩვენთვის მეხუთეა კი სროლა სლოვენიას აქვს 5 სლოვენიის გასწრივ იყო 5 ჩვენს გასწრივ არა ის რომ შეიძლება მეოთხე ყოფილიყო მაგრამ თუ რაოდენობა შევკრიბავთ უკვე მეხუთეა და ისინი ორ ჯარიმას ისვრიან რა თქმა უნდა ძალიან რთულ მდგომარეობაში იმიტომ კი არა სხვაობაა დიდი ამდენი ხნის განმავლობაში ვერა და ვერ მოვძებნეთ გზა თუ როგორ გავაჩეროთ მეტოქე არა და ისეთ დასაწყის მე მგონი არავინ ვერ ინატრებდა როგორიც ქონდა 11 ქული პირველ 12 წუთში წინ გასვლა ეს იყო სასაული მე მგონი საერთოდ ყველა სპეციალისტი არა მარტო ჩვენთვის და არა მარტო სლოვენიელების არ ვიცი ახლა რას დახაზავს რას ეტყვის რა მოხდება მაგრამ თავარი ისაა რომ სროლა წავივიდეს ისე როგორც წავიდა სროლა სლოვენიელებს განსაკუთრებით პერიმეტრიდან თითქმის ყველა სროლა მე არ ვიცი ზუსტად პროცენტულად როგორ არის მაგრამ ძალიან მაღალი პროცენტი უნდა გქონდეს და ეს ბრძოლა რომელიც საბოლოოდ ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა ჰიკმანი და ორი ქულა ცინცაძის ორი ქულა განმერებით ნახეთ დიახ ორსაჯარიმოს ისვრიან ეს ზორან დრაგიჩია 31-27 ოთხულას ვაგებთ ამას ემა და კიდევ ერთი 2 წუთი და 19 წამი 5 ქულა სხვაობა ჯერ არაფერი არ დამთავრებულა ყველაფერი ახლა იწყება ბოლოს და ბოლოს სულ დაღმართი არ არსებობს ხო 10 სამხულიანი ესროლა სლოვენიის ნაკრებმა და 10-დან 6 ჩააგდო
60% მე მგონი ორქულიანის მაღალია. რა თქმა უნდა. არა თუ სამქულიანი. სამქულიანი. და რა თქმა უნდა ასეთი რაოდენობის სამქულიანები წელში გადღავს როგორი გუნდიც არ უნდა იყოს. თუ შენ თვითონ არ დაუპირისპირე კიდევ რამე, აი ახლა ეს სამქულიანი მარგოიში, ოჩახ, მანუჩაკ, როგორც ვთქვით, მანუჩას უნდა წაუვიდეს. უნდა წაუვიდეს, შეუძლია. ბევრი კალათბურთელი ყავს ესეთი მოედანზე, რომელთაც შეუძლია და წაუვადგინეს 30-33. აი, შეიძლება რომ ეხლა ჩააგდო? კარგით. ლორბეკი. ეს ის ლორბეკი არ არის, რომელიც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ეხლა ისეთ სამქულიანი ჩააგდო, რომ მე მგონი იმ ლორბეკს არ ჩამოუვარდება. ცინცაძე. ჩვენ უკვე ვაბანგზე წავედით, 5-30 წამი, 6 გოლს ვაგებთ, 30-36. ამოწერულია ჯარიმების ლიმიტი, ორივე გუნდს 5-5 უწერია, ისე რომ ყველა შეეცდება დაზოგოს თავი ჯარიმის მიღებისას, თუ ეს უშველის საქმეს, კვლავ პერიმეტრიდან და მერე საიდან. დასამიზნებელი აპარატები უყენიათ გონი თვალში, წარმოუდგენელი რამ არის, იმდენი სამქულიანის ჩაგდება, რაღაც ჩვენთან მოუნდა ხოც. 30-29. 11 გოლით ვიყავით წინ, 9 გოლით ჩამოვწევით. ესე იგი, ეს პერიოდი მოგვიგეს 20 გოლა. მას შემდეგ რაც ჩვენ 11 გოლით წავიყვანეთ. ეს ნახბარია, რომელიც მეორე ჯარიმას იღებს, რა თქმა უნდა. საკმაოდ კარგია, რომ ნახბარი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში იღებს ორ პერსონალურ შენიშვნას. მოხდა ცვლილება. ბალაზიჩ შემოვიდა. მარკოიშვილი ნახოთ გამოიყენებს თუ არა ჯარიმას. ჩააგდო პირველი. ოცდათხმეტი 32. ხოლო წუთი დაიწყო. კიდევ მარტო დარჩება. არა დავაგნო. ქართველი კალათბურთელები. ძალიან კარგი და რა ჯარიმა ცინცაძეზე. როგორც ჩანს ვერ მოასწრო. ორივე ფეხის ორივე ფეხზე დაყრდნობა. გამეორებაზე ნახავთ. გასიკი. სამი დააგვიანა ძალიან სწრაფი ნაბიჯები გააკეთა. გაჩერდა და ეს ის მომენტია, როცა შენ მეტოქეს არაძლევ საშუალებას, არაძლევ მოძრაობის ფარც. ასე მსჯელობენ საჯები. ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ სხვანაირად ვსჯელობთ, მაგრამ ასეთი ტოტალური უიღბლობა, რაც საქართველოს ნაკრებს დღეს გუშინ წინ გონდა, ძალიან ტექნიკური ჯარიმა მიცა საერთოდ. რატომ? მე ვერაფერი ვერ დავინახე. როგორც კი წაიქცა იმ წუთშივე სიყო რომ ტაში დაუბრა. არა, როგორც კი წაიქცა იმ წუთშივე აჩვენებს საჯმა რომ ტექნიკური ჯარიმა შენოა. რა დააშავა ასეთი წაქცევის დროს, რა დაინახა ასეთი საჯმა ნაბობტულია. წაქცევის დროს წაქცევი რომ წაიქცა ანიშნა ეს ტექნიკური როგორც ანიშნებს საჯი ზოგადად. მე მეგონა რაღაც ან სხვა რაღაც ან ვერ წარმოვიდგინე ხო რა ტექნიკურ ჯარიმას მიცემდა გიორგი ცინცაძეს. ის საჯარიმოები რატო არ ასრულინა? ვერაფერი ვერ გავიგე. ნიკოლა მანამდე იყო ტექნიკური. როგორ ჩანს? თუმცა ამაზე რა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. პერიმეტრზე მარტო იყო ხო ეს კალათბურთელი ჩააგდონა. ყველაფერს აგდებენ ბეგიჩი. მირზა ბეგიჩი.
მარკოიშვილი ესეც არ ჩავარდა იმათ ყველაფერი ჩაუვარდათ ჩვენ ესეც თუ ჩააგდო ყოჩახს საერთოდ 32 გულით დავხსნეთ პირველი ტაიმი. ტაიმი რომელიც მიყვავდა 11 გულის სხვაობით. შევისვენოთ და ალბათ სხვა განწყობით დავიწყოთ მეორე ტაიმი.